მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ გავაკეთოთ გაშლას, რას დატოვებთ თქვენ გასულ წელს და რა შემოვა უკვე ახალი, რით გაგახარებს თქვენ ახალი წლის პირველი თვე ვნახოთ ჩვენ, ხო? მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ აი სიგნიფიკაციასავით იქნება რას დატოვებთ თქვენ გასულ წელს, ანუ ეს წელი, რომელიც ეხლა მიდის, რას დატოვებთ თქვენ? გვეტყვის ჩვენ ახლა დასტა. რა ენერგიებს ტოვებთ? და ვნახოთ რა გაგახარებს, რა ენერგიები გაგახარებს ახალი წლის პირველი თვეში. ხო? ახალი წლის პირველ თვეში. ნუ ვინც მე გახსნის, შეგიძლიათ აიღოთ თქვა ერთი თვის განმავლობაში, ხო? Так, ვნახოთ ჩვენ ახალი თვის პირველ თვეში რა გაგეხარდებათ, რა ენერგიებში იქნებით ჯერ, ხო და რა გაგეხარდებათ, რა თქმა უნდა, აქ იყოს. Так, ჩვენ სურვილისაც ჩავიფიქრებთ, ამიტომ სანამ ვამზადებ ამ დასტებს, თქვენ სურვილისაც ჩაიფიქრეთ. დღეს რაღაც ასეთ ფორმატში მომინდა გაკეთება. მოდით ვნახოთ ეხლა თქვენს კარიერაში. სამსახური, კარიერა, თქვენი თქვათ საქმიანობა, ბიზნესი, ვის რა გაქვთ, ხო? ვნახოთ თქვენ რას დატოვებთ, ხო? ვნახოთ რას დატოვებთ და ვნახოთ რა გაგეხარდებათ პირველ თვეში, ახალი წლის პირველ თვეში რა გაგეხარდებათ. შემდეგი კითხვა ჩვენ გვექნება ფინანსები, რა თქმა უნდა, ანუ პირველ თვეში, ანუ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, ანუ რა უნდა დატოვოთ თქვენ გასულ წელს, ხო, რაც ეხება ფინანსურ მდგომარეობას და იმასაც ვნახავთ, რა შემოდის, ხო, რა გაგახარებს, აი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა უშუალო აი განწყობა ისეთი გქონდეს, რომ აი უნდა გესიამოვნოს. ანუ რა მიდის ვნახოთ და რა უნდა გაგეხარდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე კიდევაც ურთიერთობასაც შევეხებით. ურთიერთობაზეც ვნახოთ ახლა ურთიერთობიდან რა მიდის, ამაზე ცალკე გაშლას გავაკეთებ მე ახლა მეორე არხზე. თქვენი ურთიერთობიდან რა მიდის საერთოდ და რა მერე შემოდის, ამაზე გავაკეთებ მეორე არხზე. აქ უბრალოდ ისე მიმოხილვა ენერგიებს ვნახავთ რა მიდის. საერთოდ თქვენი პირადი ასე ცხოვრებიდან ასე თქვა და რა მოდის. Так, всё, ყავე მე მგონია მოამზადეთ უკვე, ხო, დავიწყოთ. ახლა ჩვენ აქ ჩვენ გრძელი გაშლები გვაქვს და საუბრები. პირველი, ანუ რა მიდის თქვენი, რა ენერგიები, რას ტოვებთ თქვენ გასულ წელს, რას ტოვებთ თქვენ გასულ წელს. გადასარევი. ანუ თქვენ ტოვებთ პირველ რიგში იმას, რომ თქვენ რაშიც აი ნახეთ, თუ დაუშვათ აქ არის ვარსკვლავის არკანი, სამი არკანი არის მაღალი, განახებთ მაინც ახლა, ვინც იცის, ანუ სამი მაღალი არკანი, ვარსკვლავი, ჩამოკიდული და ანუ ესა რა ქვია, ტრანსფორმაციის მე-13 ენერგია. ანუ ესე იგი შეხედეთ, ეს არის ძალიან კარგი რაც მიდის, ანუ ის რაც თქვენ არ გინათებდათ გზას, ის ოცნებები, რომელიც არ აგისრულდათ, ის რაცაც თქვენ არ გაძლევდათ საშუალებას, რომ გქონოდათ წინსვლა. აი ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან უნდა წავიდეს. თქვენ ეხლა შეიძლება ბევრს მუშაობთ მაგ საკითხზე, რომ მე მინდა გავხსნა, ხო, ჩემი ენერგია, მე მინდა გავხსნა ჩემი ნიჭი, მაგრამ აი არის რაღაცა მომენტები შეიძლება, რომელიც აი არ გაძლევენ საშუალებას, მაგრამ აქ ტრანსფორმაცია დამთავრდება, გაიგეთ, თქვენ ესე იგი აქ გამოდის როგორი მომენტი, ეს ჩვენ მაგას ვეკითხებით, რას ტოვებთ, აი არა რეალიზებულ თქვენს ოცნებებს, ანუ იმას, რაც არ გჭირდებათ უკვე ის ძრება, აი როგორც ახლა არ ვიცი მაგალითი მომივიდა, ბავშვს რო ჭიპი რო მოძრება, აი ეს უკვე აღარ გჭირდება და ძრება, აი ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან, არა თქვენი არა რეალიზება, აი რაღაცაში რა, თქვენი არა ასრულებული სურვილები. შეიძლება ნახეთ, ზოგჯერ არის როგორც ჩვენ რაღაცა სურვილებს ჩავიფიქრებთ, დაუშვათ და თან თუ არასწორად ვაკეთებთ, ეს ხო საერთო სხვა თემა და ან უკვე არ არის აქტუალური.
მივხვდით? და რა თქმა უნდა, ნუ ან სიტყვაზე დავუშვათ, გინდოდა რომ შენ ცხოვრებაში შემოსულიყო ადამიანი, რომელთაც ბედნიერი იქნებოდა და რაღაცა, ეს იყო უცნებად, მაგრამ უკვე შეიძლება ასრულდე კიდევაც ეგა და უკვე აღარ არის შენთვის ეს აქტუალური ადამიანი, გადადეს შენთან დავუშვათ შემდეგ წელიწადს. ნუ ეს როგორც წესი მაგალითი გითხარით რა. ნუ ვნახოთ რა შემოდის, ხო? რა გაგეხარდებათ, რა ენერგიები. გაგეხარდებათ რა ენერგიები, რა გაგეხარდებათ. აი, გაგეხარდებათ ის, რომ თუ დაუშვათ აქ ნახეთ როგორ არის დასრულება მიდის რაღაცა გაუგებარი სიტუაციები, სხვათა შორის შეიძლება ეს ეხებოდეს სამსახურს და შეიძლება ეხებოდეს ფინანსებსა და შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობასაც. აი თუ დაუშვათ ეხლა აქ იმენა დასრულებას მაჩვენებენ რა, რომ ადამიანი დაასრულებს რაღაცა გაურკვევლობას, შეიძლება თქვა, აი ხო თქვით, რომ ჩვენ დაუშვათ გადაგაგშენ იქ იმაში რა ქვია. ნუ ან კიდე ნახეთ დავუშვათ ხა თუ რადგან ურთიერთობას შევეხე, შეიძლება თქვენ რაღაცას ოცნებობდით, ხო? თუნდაც თქვენს ურთიერთობაზე, მაგრამ არ მოხდა. ნუ რაღაცა თქვა, ნუ ვერ მოასწრო რა, იმიტომ რომ მაღალი არკანები ვერ მოასწრო, თქვა ეხლა, იმიტომ რომ ნახეთ სურვილებზეც ეხლა ჩვენ შეიძლება ჩავიფიქროთ ეხლა ამ ძველ წელიწადში, ხო? მაგრამ ჩვენ კი გვინდა რომ ჩვენი სურვილი ეგრევე ასრულდეს, მაგრამ ნუ არ სრულდება, ხო? რაღაც ვერ აგისრულდა, მაგრამ გადადის მომავალ წელს და აი იქ უკვე ეს დაუშვათ შენ ნუ ჩაიფიქრო რომ აი მინდა ჩემს პარტნიორთან დასრულდეს ჩვენი თქვა გაუგებარი თემა სიტყვაზე. ან მანძილზე ვიყავით სიტყვაზე და ეს მანძილი ვერ დავასრულეთ სიტყვაზე, ხო? შეიძლება იყო რაღაც გამოანატა რაღაც ამ სიტუაციამ ესეთი რომ აი თქვა დაუშვათ ნუ შეიგდეთ სიტყვაზე, ვერ ისევ მოხდა და ანუ არ დასრულდა ბოლომდე ეს სურვილი და აი აქ ვეუბნებიან რომ ეს გაურკვეველი სიტუაცია რომელიც იყო ეს ახლა დასრულდება, იმიტომ რომ უკვე დრო მოვიდა, უკვე აღარ განულდება. მივხვდით, განულდება უკვე ეს სიტუაცია და აღარ იქნება. გამიგეთ რა ხდება? всё, დასრულდება ყველანაირად ეს სიტუაცია. აი იგივე არკანები გეფიცებით. აი დასრულდება ეს სიტუაცია, რომელიც იყო გაუგებარი, შეიცვლება ეგ სიტუაცია, კი, წინსვლა გექნებათ, უფრო წინსვლა. ანუ იქ კიდე მასწავლებელი რას ნიშნავს, ხო? ადჯერეთი და იგივეს გიხსნით. ანუ რა არის, იცით, ესე იგი იქ რაც თქვენ ვერ მოასწარეთ, რის დასრულებას ვერ მოასწარეთ, თქვენ დაუშვათ, არა, ის მიდის, მაგრამ გადადეხართ ახალ წელს და აქ უკვე всё, აქ დასრულდება ეგ თქვენი ოცნება, რომელიც არ დასრულდეთ გასულ წელს. всё, მივხვდით, ხო? 10-იანი პენტაკლების რა, ნუ ანუ 100%-იანი არის აქ. უი, სურვილი, მოიცა ჩაიფიქროთ უცბად სურვილი. გამავიწყდა, ანუ აგისრულდებათ. პერიოდი აიღეთ თქვენ თვითონ თუ გინდათ ეხლა დაუშვათ აი ნუ ერთი თვის განმავლობაში მაქსიმუმ აიღეთ რა. ნახოთ, ება თქვენი სურვილი ასრულდება თუ არ ასრულდება, თუ ასრულდება, როგორ ასრულდება, ხო? აი ეს არ დამავიწყდეს. Так, всё, დავიწყოთ, გავაგრძელოთ. ეხლა ეს ვნახეთ, ჩვენ ენერგიები მითხრეს, რა ენერგიები შემოდის, ძველი მიდის, რას არ გემსახურება, განულება მიდის, всё. რაზეც თქვენ გქონდეთ ეჭვი, всё, ეგაც დასრულებას ეხლა დასრულდება. ნახოთ ეხლა ჩვენ საქმიანობა, თქვენი საქმიანობა. თქვენ საქმიანობაში, ესე იგი რა მიდის? ანუ თუ იყო რაღაცა, ანუ მომენტი, როცა თქვენ სიტყვაზე, აი, ხან ძალიან ბევრი შემოდიოდა, ხან არა, თქვა, ბევრს შრომობდით, ბევრს აკეთებდით რაღაცას, ხო? ანუ კი ბატონო, ეს რაღაცას, მაგრამ აი ახლა ეს მიდის, შეიძლება უსამართლობა, ანუ ბევრს ვაკეთებ, ბევრს ვშრომობ, თქვათ, ჩემ საქმეში ვითარდები, რაც შემიძლია ვაკეთებ, მაგრამ ნუ ვერ ვხედავ შედეგს, რომელიც მე მინდა. სიტყვაზე აკაც ხო იგივე იყო ადამიანი ყველანაირად შეიძლება ცდილობს თავის ნიჭს ხსნის, მაგრამ არ მოხდა ბოლომდე, ხო? ნუ თქვათ ეხლა რა. აი აქ იგივე არის, იგივე სიტუაცია არის აქაც, რომ ანუ აქ მიდის ის, რომ ანუ უსამართლობა, უბალანსობა, თქვათ, ხო? ანუ აქ დაუნახებლობა
შენ რო აი არ დაგინახავენ შენ შრომას, ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან და აი პირველი თვე რითი გაგახარებს თქვენ, ნუ ძალიან აი ნუ დღეს სულ მაღალი არკანები მელაპარაკებენ. აქ გაგეხარდებათ იმით, რომ თქვენი პროფესიონალიზმი იქნება აღიარებული, აქ თქვენ თუ მუშაობთ, დაუშვათ ახლა კლიენტებთან გაგეხსნებათ ნაკადი ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ თქვენ გაღიარებენ აი სხვადასხვა ქვეყნიდან, არ ვიცი რითი ხარ დაკავებული, ხო? ანუ მოდის ნაკადი თქვენსკენ რა. თქვენ ნუ კლიენტები, ანუ აქ ჩართულიან რომ შენ გააქვს ის ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდება და ამიტომ აქ იცვლება თქვენთან ეს ნაკადი. თუ დაუშვოთ თქვენ ახლა არ ვიცი რატომ მომივიდა, შეიძლება ვიღაცისთვის არის, იმიტომ რომ ვარსკვლავი რო იყო, წამოვიდა როგორი ინფორმაცია. თუ შენ ხარ მსახიობი ან ბლოგერი, ხო, დაუშვათ, ან მაგ შემთხვევაში და აი აქ შენ რაღაცებს აკეთებდი, მაგრამ ბოლომდე შეიძლება ვერა დაასრულე. აი აქ გვეუბნებიან, რომ აუცილებლად თქვა წამოვლენ ანუ ახალი როლს მიიღებ აუცილებლად, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ნუ ეს არ ვიცი მომივიდა ეგა, ხო? ბევრი მაყურებელი გეყოლება სხვათა შორის, ან გაუშვებ რაღაცა თქვა რა ვიცი, ფილმს გაუშვებ, სიმღერას, რაღაცას და წამოვა აი რაღაცა თითქოს როგორ იცით, ნუ ნაკადი იხსნება რა, ანუ ბევრი ადამიანი, რომელსაც ეს აინტერესებს. მიხვდით? აი ეს მომენტი არის აქ. კიდე ახლა შეიძლება შენი პროფესიონალიზმი, ანუ მიიღებს, ანუ აქ даже შეიძლება დაწინაურებაც მოხდეს, სხვათა შორის დაწინაურება მოხდეს თქვენი, რომ სადაც აღიარებენ, კი, აუცილებლად იქნება აქ ძალიან გახარებული იქნებით, სამსახურში გექნება წინსვლა, პლუს კიდე თუ ვინმეს გაქვთ რამე ახალი ცოდნა, თქვენ მაგას უკვე აი იგრძნობთ თავს, რომ უკვე აი ძლიერი ვარ რა, მაგარი ვარ და ამიტომ უკვე შემიძლია თქვათ, რომ ნუ ვინმეს დავეხმარო მე ჩემი ცოდნით. აი ესეც აქ არის აღიარება, შეიძლება თქვათ ახლა, ნუ აი თითქოს იცით როგორ აი ესეთი აი გაძლიერება უფრო მოდის აქ თქვენი. კარგი, всё, გადავედეთ ფინანსებზე, ფინანსური მდგომარეობა თქვენი ეხლა ამ წუთში არის როგორი სიტუაცია. შეიძლება ვერ ვეტყვი რომ აქ რო საერთოდ უფულოდ ხარ, არა, სტაბილური სიტუაცია არის, მაგრამ აი აქ ზუსტად რაღაცა ნაკადი გაქვს შეჩერებული ფინანსური რა. დიდი ფული არ შემოდის. შეიძლება ელოდებოდეთ რამე, თქვათ, შეგიჩერეს ხელფასი, თქვათ, მე კი მაქვს რაღაცა ფული, მაგრამ ხელფასი შეჩერებული არის ჯერჯერობით, ხო? აქ რაღაცა თუ დაუშვოთ აი დიდ თანხას ელოდებოდეთ, ჯერ შეჩერებული არის, მაგრამ მაჩვენებენ რომ პრინციპში ნუ არა ხარ თლათ უფულოდ, უბრალოდ შენ ელოდები დიდ ფულს, ხო, რომელიც თქვათ გჭირდება, მაგრამ ჯერ არ არის მოსული, შეიძლება სახს ყიდულობ და მაგისტრის გჭირდება ფული, ხო? შეიძლება უბრალოდ ახლა ახალი წელი მოდის და მაგისტრის ახლა გჭირდება უფრო მეტი ფული, თქვათ საჩუქრები რაღაცები იყიდ, მაგრამ ნაკადი შეჩერებულია და ნახოთ აბა პირველ თვეში რა იქნება აქ. აი აქ გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, რომელიც თქვენთვის იყო ძალიან მტკივნეული, აქ წამოვა ფინანსები უეჭველი, ანუ ესე იგი როგორ არის იცით, ნუ აქაც გვაჩვენეს ჩვენ რომ ნაკადი არის რა, რაღაცა თუ ვინმე, ნუ ხა უბრალესი პრინციპი ჩვენ სულ ყველა ადამიანი ერთმანეთთან მუშაობთ, თქვათ ერთმანეთს ვჭირდებით და ამიტომ გეუბნებით მაგასაც რა. შეიძლება დაუშვოთ აქ ახლა თქვენი აი აქ ნუ ხელმძღვანელი თქვა, შეიძლება даже მაგ აქ ცვლილება ფულსაც მიიღებთ რა, ნუ რაღაც ახლა მაგამ აი აქ ყველა ვარიანტში იქნება სიტუაცია, როცა თქვენ მოერევით, კი ბატონო. ხო, რასაც ელოდებოდი. აი ნახეთ თქვენ даже აქ რატომ ხაც даже იცით როგორ მაჩვენებენ. აი შეიძლება უკვე თქვენ ფიქრობდით რომ რა ხდება, ანუ დიდ რამეს ველოდებოდი, მაგრამ ჯერ არ არის, ან ჩაფიქრებული გაქვთ დაუშვოთ თქვენ ახლა რაღაც ჩაიფიქროთ, რომ დიდი თქვათ მინდა რომ მოხდეს ნაკადის შემოსვლა, მაგრამ ნუ არ არის ჯერჯერობით, მაგრამ თქვენ აი აქ რაც მთავარია არ ნებდებით. ისე ვისი აგრძელებთ, აქ თუ ვინმე ჩემთან ახლა ტრენინგებზე გოგოებო თქვენ რო ხართ, იცოდეთ და ბიჭებო, აუცილებლად თავარი არ დანებდეთ, აუცილებლად თქვენთან აქ წამოვა ნაკადი, აუცილებლად, უბრალოდ კი, თან ძალიან დიდი. როცა ეშმაკი არის, ეს ყოველთვის ძალიან დიდი ფული.
ძალიან დიდი ფული, თქვენ მოერევით, აი ნახეთ რას მოერევით. აი ვინც აკეთებთ რამე პრაქტიკებს, თქვა, ფულის მოზიდვის, ხო, რიტუალებს, რა ვიცი, ვინ რას აკეთებს, შეიძლება თქვენ შედეგს ვერ ხედავთ იმის, რაც თქვენ გინდათ, ხო? ანუ და ხარ ძალიან მიჯაჭვული, სულ თქვათ, ეხლა აფირმაციები, მედიტაციები, რაღაცებს აკეთებთ, მაგრამ აი ხედავთ, ნუ ვერ ხედავდით შეიძლება თქვათ, ან შეჩერებული ხო არის, რო გითხარით. აი ეხლა აქ როგორი ცვლილება მიდის, იცით, რომ ნამდვილად შენ უკვე თითქოს აი ეს რო აღარ მჯერა რო იტყვით, ხო? აი აღარ მინდა, აღარ მჯერა. უკვე რა, აი სისულელე რაღაცა და აი მაშინ წამოვა რა. ანუ როცა შენ გაუშვებ შენ ამ ფიქრებს, ამ ყველაფერს და აქ ზუსტად მაშინ მოდის გეუბნებით მაღალი ძალები გაძლევენ თქვენ აი ნაკადს რა. წამოვა ყველა ვარიანტში რა, იმიტომ რომ აქ რაღაცა იცვლება თქვენში, აქ სხვათა შორის ვიღაცა დახურავს რამე თქვათ პროგრამას, რომელიც იყო, ანუ უკმარისობის პროგრამას რა, ანუ არის ესეთი პროგრამა, რომელიც გიშლის ხელს, რომ აი მაკლია და არა მაგ და რაღაცა, აი ამას თქვენ დაამთავრებთ და აი აქ ნამდვილად ნუ იქნება გამოსწორდება სიტუაცია, ყველა ვარიანტში გამოსწორდება სიტუაცია რა. კი, წავა თქვენი ეს შიშები, წავა და ნამდვილად აქ აი გული რაზეც კიო და თქვენ ყველაფერს მოერევით, შემიძლია გითხრათ და გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან, სადაც აი მართლა ძვრა არ იყო, მაგრამ აი ნაკადი, ხო? კი. აქ გექნებათ რაღაცა პროცესი, იცით, ძალიან ისეთი, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან რაღაცა ისეთი ჩაიფიქროთ თქვენ, მნიშვნელოვანი, ხო? და გექნებათ ცოტა ისეთი შინაგანი ბრძოლა, შემიძლია, არ შემიძლია, ეხლა ნუ არ ვიცი, ვიღაცის ის იქნება ეგეთი აქ სიტუაცია რა, მაგრამ გამოდიხართ ამ პრობლემებიდან და ნამდვილად რა, უბრალოდ დააკვირდეთ რა, თქვენ გამოდიხართ ყველა ვარიანტში და აი რაღაცა ტრანსფორმაცია თქვენი, ნუ შეიცვლება, კი. აი აქ იქნება რაზე მუშაობა, ფულზე, ხო? აი ეს პროგრამა, უკმარისობის პროგრამაზე ვიღაცა იმუშავებს ძალიან ძლიერად და მე შემოდის აი ეს სიძლიერე უკვე თქვენთან. კი, 1000%-იანი შემოვა ნაკადი. ძალიან მაგარი ნაკადი შემოდის აქ. უბრალოდ აქ მოგიწევს ცოტა მუშაობა თქვენს თავთან. ნუ ჩვენ ახლა კიდევ ვინ ჩვენთან ტრენინგზე არის ჩვენ მაგაზე სულ მუშაობთ ყოველდღე ვგზავნი ახლა 20 წუთიან მარტო ვოისებს რო ავუხსნა რა როგორ და რანაირად და იმიტომ რომ ახლა ეს არ არის ადვილი პროცესი, მაგრამ თქვენ მაგას ნუ შეძლებთ ყველა ვარიანტში შეძლებთ. და ვნახოთ ახლა ურთიერთობაზეც ახლა ჩვენ რა გტოვებს. ტოვებს აქაც ნახეთ, აქაც მე-13, ანუ თუ დაუშვოთ ახლა იყო თქვენ გქონდათ რამე საუბარი, გაუგებრობა, ხო, ტრანსფორმაციები, ეს ყველაფერი მიდის. მიხვდით? ანუ უკვე აღარ არის რა, ეგ სიტუაცია მიდის, აღარ გჭირდებათ. ჩვენ მაგას ტოვებთ თქვენ, აი რაღაცა გადაწყვეტილება თქვათ, ხო? შეიძლება დაუშვათ აქ ვიღაცას ქონდა ნუ გაუგებრობა, ეგაც შეიძლება ზოგს თქვათ მანძილი ქონდა სხვათა შორის, კი, მანძილი, აი აქ არის როგორი მომავალ თვეში შეიძლება იყო, აი სიტუაცია ჩაწყნარდება, აქ შეიძლება მანძილი გქონდეთ თქვენ ისევ, მაგრამ აქ როგორი მანძილი, იცით, როცა გაუგებრობა იყო, როცა სულ რაღაცა ჩუბობდეთ, როცა რაღაცა გვინდოდა თქვათ, აი გაგვეგო, თქვათ, აი რა ხდება ჩვენ შორის და ეგეთ საუბრები, აი ეს დამთავრდება, მაგრამ აქ არის პრინციპში სიმშვიდე კი არ არის ცუდი ენერგიები, არა. აქ უბრალოდ შეიძლება თუ ვინმე იქნება მანძილზე, გექნებათ როგორ იცით, ანუ ერთმანეთზე ფიქრი, ხო, აქ გაძლიერება მიდის სხვათა შორის ურთიერთობის და აი თითქოს სიყვარული თავიდან იბადება, აი აქ თავიდან იბადება სიყვარული რა. თავიდან იმათთვის ვინც დაასრულა ურთიერთობა და ვინც ამბობს რომ მე აღარ მინდა უკვე არც ბრძოლა არც არაფერი მე დავსვი წერტილი
აქ მე გეუბნებით თქვენთან შემოვა ადამიანი აუცილებლად ვაფშე მოულოდნელად შეიძლება როგორ არის ისე თუ ანუ შეიძლება პრაქტიკას აკეთებდეთ, ტექნიკას რამეს აკეთებდეთ, ხო? აი აქ ყველა ვარიანტში თქვენთან მოვა ადამიანი. ზოგისთვის არის ვინც დასვა წერტილი შეიძლება მოხდეს როგორი მომენტი გამოდიხართ თქვენ ამ სიჩუმედან, ასე რომ ვთქვათ, კი ბატონო, აქ გამოდიხართ თქვენ სიჩუმედან, გექნებათ შეხვედრა, თუნდაც მიმოწერა ვიღაცის, ის იქნება ახალი ადამიანი, შემიძლია გითხრათ რა. შეიძლება სადღაც საღამოს საათებში გაიცნოთ ეს ადამიანი და აი თითქოს მიხვდებით რომ ჩემია. აი ეს იქნება როგორც რომ აღარც ველოდები, შეიძლება თქვა ადამიანთან ნუ პაუზაში იქნებით რაღაცაში ან დაუშვოთ. ნუ ხართ, მაგრამ აქ როგორი ისტორია იცით რომ ნუ ძალიან დიდ მონატრებას მაჩვენებენ თქვა თუ ისტორია არის რომ დაუშვოთ მანძილი გექნება და რაღაცა თქვათ ახლა შეიძლება პერიოდი გქონდეთ რომ აი მიმოწერა რაღაცა ეგეთი მომენტი შეხვედრები თქვათ ახლა ინტერნეტში ან დაუშვათ საერთოდ ნუ ყველა ვარიანტი მოდას რო თქვათ რა ზოგისთვის იქნება ახალი ურთიერთობა ვაფშე არ ელოდებოდეთ თქვენ ან შეიძლება даже ისეთ როგორ ადამიანთან აი რომელთანაც აი შეჩერებული იყო თქვენი მიმოწერა თქვა დაიწყო მე რაღაცა პერიოდი შეჩერებული ქონდა და მე ისე ვისე გაძლიერდება ეს ურთიერთობა მიხვდეთ იმიტომ რომ მიხვდებით რომ ერთმანეთი გვიყვარს ერთმანეთი აი მხოლოდ თქვათ ახლა ეს ადამიანი აქ სხვათა შორის სხვაობა შეიძლება გქონდეს თან ძალიან ისეთი საინტერესო და როცა ადამიანი მიხვდება იმ თქვათ განშორებაში რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ მხოლოდ შენთან მინდა და ანუ მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის ის ხალი ვისაც ჩემი გული და სული მიდის გაიგეთ აი რაღაც განახლებას ხედავ და სხვათა შორის აი ამაზე ძალიან კარგად იმოქმედებს რაღაცა პერიოდი როცა თქვენ იქნებით აქ მანძილზე და მხოლოდ მიმოწერა გექნებათ გაიგეთ რა ხდება და აი იქ აი ამ სიტუაციას ან პაუზაში იქნებით ხო ან იქნებით უბრალოდ აი ის რომ მარტო მიმოწერა გექნებათ მიხვდეთ აი მანდ მიხვდება ადამიანი რომ მხოლოდ შენ ხარ ის და უფრო გაძლიერდება თითქოს ეს თქვენი ურთიერთობა მიხვდეთ აი რაღაც ეხლა ვლაპარაკობ სრულიად ნაკადიდან გეფიცებით რა აი უბრალოდ ვლაპარაკობ და ეხლა პლუს კიდე აქ იქნება გეუბნებით ან ეს ადამიანი შემოვა ისეთი ნუ საჯარო რა ვქნა აქ არის როგორი თემა ზოგისთვის ადამიანი რომელიც თქვენ გიყვართ ადამიანი რომელთან შეიძლება თქვენ შეწყვეტით ურთიერთობა ან დაუშვით რაღაცა მანძილი გაქვთ ხო აი ეს პაუზა თქვენთვის კარგი არის იმიტომ რომ იმ პაუზაში ადამიანი გაიგებს და მიხვდება ის რომ შენ ხარ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და შენთან მინდა მე და მოგწერს თქვენ ძალიან ისეთ მესეჯს რომელიც განაახლებს ურთიერთობას ყველა ვარიანტში განაახლებს ურთიერთობას აი ყველა ვარიანტში ზოგისთვის თუ შენ უკვე დასვი წერტილი იმას რომ არანაირი ურთიერთობა არ მინდა და ისევ უყურებ რა ვიცი შეიძლება რამე იყოს იცოდეთ რომ და იმიტომ რომ შეიძლება გქონდეთ ვიღაცასთან მიმოწერა და ეს ადამიანი თქვათ გაჩერდა ნუ აღარ გწერს აი ეს ადამიანი გამოჩნდება იმიტომ რომ თქვათ ახლა აგიხსნის რომ რატო ვიყავი ჩუმად და აქ დაბრუნებას ვხედავ მე და ნუ ყველა ვარიანტში განახლება არის აქ სიყვარულის რა სიყვარულით მოდის ეს ადამიანი იმიტომ რომ მე ხვდება რომ აი შენთან რო არ იყო ეს არის სისულელე და გადაწყვეტილებას მიიღებს რომ მხოლოდ აი შენთან მინდა იმიტომ რომ მხოლოდ შენთან კარგად ვგრძნობ თავს იმიტომ რომ შენ ხარ ეს ჩემი სიმდიდრე და აქ გეუბნებით ან ახალი ურთიერთობა ან განახლებული ეს არის აი უეჭველი აქ დასრულებას ეგეთ რამე ჭუბებს რამეს მე ვერაფერს ვერ ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ ან განახლება ან ახალი იმიტომ რომ ბევრნი ხართ ყოველას თქვენი სიტუაცია იცოდეთ აქაც მაჩვენებენ ხო რომ განულდება სიტუაცია ვიღაცამ რაღაცა დაარღვია შეიძლება ეს მარტოობის თქვათ სიტუაცია შეიძლება თქვენ გქონდათ რამე პროგრამა რომ არავინ არ მინდა არაფერი არ მინდა არავისთან არაფერი არა და ანუ ისედაც კარგად ვარ ჩემთვის აქ რაღაცა დასრულდება ეს პროგრამა
თქვენი, იმიტომ რომ გქონდათ შეიძლება ესეთი გამოცდილება წარსულში, რომელიც ახლა გაფიქრებინებდეთ, საერთოდ მინდა ვაფშე ესე რა ქვია, რამე ურთიერთობა, აი თითქოს რაღაცა იცვლება, ეს არის ზუსტად რომ ეს პროგრამა სრულდება, ხო, დასრულდება რა და უკვე მიდის სხვა ენერგიები, უკვე განახლებული და აი აქ გეუბნებით, რომ მიიღებთ აუცილებლად თქვენ აქ შეტყობინებას, ვინც ვთქვათ, უკვე რაც აღწერეთ და განახლებული ანახალე. Так, სურვილი, თქვენი სურვილი, აქ იცით როგორი მომენტი არის? ასრულდება, მაგრამ ცოტა შეიძლება მოგვიანებით. კი. უზომოდ კი გინდათ, რომ ეს სურვილი ასრულდეს, მაგრამ ცოტა იქნება შეფერხება, მაგრამ აგისრულდებათ. იმიტომ რომ რა არის, იცით ახლა ეს თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ახლა დაუშვათ ურთიერთობაზე, კი, გინდა თქვენ უზომოდ, გინდა თქვენ უნდა გაუშვათ, იცით ეს აი აქ რაღაც ისეთ იცით როგორ რას მეუბნებიან? არის აქ რაღაცა შეფიქრებული სურვილი ისეთი, რომელზეც თქვენ აი ასე მიეჯაჭვეთ რა და არ აძლევთ საშუალებას, რომ თავის უფლად ეს აისახოს სამყაროში. მიხვდეთ? აი თითქოს თქვენ აჩერებთ რა ამას. გაუშვით ეს სურვილი და აუცილებლად მაშინ აგისრულდებათ. გაუშვით ეს სურვილი. კი, გაუშვით. აი ეგრეც ეხლა აქაც მეუბნებიან. გაუშვი ეს სურვილი და აუცილებლად მერე კი, იმიტომ რომ აი ისე მეუბნებიან, რომ რაღაცა შენ თვითონ ბოჭავ, გაიგე, შენ თვითონ თანახე ატყუებ სამყაროს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ გაუშვი, კი, მიდი, გონებიდან გაუშვი ეს სურვილი და ყველა ვარიანტში აქ მერე ასრულება კი, იმპერატორი. კი, მოვა. აქ ვიღაცა ჩაიფიქრა ბიჭზე, მამაკაცზე, მე აქ უკვე ბევრი გელაპარაკე და ზუსტად ამას მიმეორებენ, რომ ეს ადამიანი მოვა თქვენთან, მხოლოდ გაუშვით ჯერ ეს სიტუაციები და მაგაზე არ ენერგიულობ და ფიქრობთ და გაგ ეჭვი, რომ თქვენთან სიყვარული მოვა, ან თქვენი პარტნიორი მოვა, დაბრუნდება. სადაც არის სიყვარული, ეგ აუცილებლად იქნება ყველა ვარიანტში ასრულება, ყველა ვარიანტში, ხოლოდ რაც მე თქვენ გაგაფრთხილეთ რა, ყველა ვარიანტში. უბრალოდ ეს გაუშვით რა, აჩერებთ თქვენ თვითონ, თქვენი ენერგიებით ეს ყველაფერი, აი მე არ მჯერა და ჩემთან არ იქნება და მოვა არ მოვა, კაროჩე ეგეთ რაღაცა გაუშვით რა და მიეცეთ საშუალება, რომ სამყარომ თვითონ ყველაფერი დაალაგოს. всё. ცვლილები მე მგონი კარგი არის, გელოდებით კომენტარებში, ძალიან მიუყვარხართ და მე გისურვებთ თქვენ რა თქმა უნდა ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.